შეგვიძლია დავიწყოთ live short. კი ბატონო. დღეს სტუმარი არის სიმონ ჯანაშია თავისუფლების მოედნიდან. მოგესალმებით ყველას, არის ექსპერტი განათლების მიმართულებით. ფართო გამოცდილებით ამ სფეროში, ისე როგორც რეფორმების, ამიტომ მას ვთხოვეთ გაგვიზიაროს თავისი ექსპერტიზა, თავისი ცოდნა და გამოცდილება ტრანსფორმაციების მიმართულებით. რა თეორიული მოდელებია, რა თეორიულ ჩარჩო არსებობს ამ პრაქტიკები საერთაშორისო დონეზე და რა შეგვიძლია აქედან მივიღოთ ჩვენ სიტუაციაში. სიკო მოგესალმები, თხოვთ სიტყვას გადმოგცემთ ჩვენ. მადლობთ ბატონო. ეს თქვენ ოფიციალურად პირველად ლაპარაკებით ერთმანეთს, მაგრამ არა უშავს. ყველაფერი შეიძლება იყოს პირველად. ხო, მე განათლების სპეციალისტი კი ვარ, მაგრამ ჩემი დისერტაცია იყო იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება ხოლმე პოლიტიკა. ამ შემთხვევაში განათლების პოლიტიკა იყო, მაგრამ ის თეორიები, რომელიც მნიშვნელოვანია სხვა სოციალურ სფეროს გასააზრებლად, შეიძლება გამოგვადგეს დღევანდელობის გააზრებაშიც და იმის გააზრებაში პოლიტიკა. ხო, მე გავაზიარებ პრეზენტაციას, შევეცდები რომ მოკლედ ვისაუბრო, რომ ვიცი რომ 8 საათზე რამდენიმე სხვა აქცია დღეს დაგეგმილი და მეც მივდივარ იქ და შეიძლება ჩვენ მსმენელიც თუ მაყურებელიც იქ მიდიოდეს. ხა როცა ლაპარაკობთ იმის შესახებ თუ ან თუ გინდა რომ ვილაპარაკოთ იმის შესახებ როგორ იცვლება პოლიტიკა, ან როდის და რატომ ალბათ თავიდან უნდა განსაზღვროთ, ხო, პოლიტიკაში რას გულისხმობთ. ეს თავისთავად არ არის მარტივი საქმე, იმიტომ რომ ის თეორიები, რომლებიც ჩვენთვის არის ცნობილი და რის შესახებაც მინდა რომ ვილაპარაკო, არის პრინციპში დასავლეთში შემუშავებული თეორიები და რადგან ჩემთვის უფრო მეტად იყო ინგლისურად ან გერმანულად ხელმისაწვდომი, იქ სიტყვა პოლიტიკა, ანუ ქართულად რაც ვეძახით პოლიტიკას, იქ სამი სხვადასხვა ტერმინი შეესაბამება. ანუ თქვათ ყველაფერი პოლიტიკა არ არის ინგლისურად, რასაც ჩვენ პოლიტიკას ვეძახით. მაგალითად policy, ჩვენ კი ვეძახით პოლიტიკას, მაგრამ ეს არის უფრო პროგრამები, პოლიტიკური პროგრამები, რომელიც შეგვიყვანდეს სახელმწიფოს ან პოლიტიკურ ჯგუფს. პოლიტიკას თავისთავად ინგლისურად ეძახიან უკვე ძალაუფლებისთვის ბრძოლას, აი რაც პარტიულ პოლიტიკას ვეძახით ხოლმე ჩვენ ამას და პოლიტიკა არის კიდე რაღაცა სტრუქტურები, რაც არის პოლიტიკის ინსტიტუციის ნაწილი. რაც არის მაგალითად რაც პარლამენტი, სასამართლო და ასე შემდეგ. ესე რომ შემთხვევაში როცა ვილაპარაკებ, ეხლა შევეცდები ვილაპარაკო იმის შესახებ, როგორ იცვლება პოლიტიკა, ძირითადად იგულისხმება ეს პოლისი და პოლიტიკის ძალაუფლების ნაწილი. და ეს თეორიები ძირითადად აი ამ ორ ნაწილზე საუბრობენ. თეორიები, რასაც მე მოიხილავ, იქნება ერთი მხრივ ის თეორიები, რომელიც არის სოციოლოგიიდან მოსული და ან სოციოლოგიის ნაწილი, მაგრამ ასევე პოლიტიკის მეცნიერებები იყენებენ ამ თეორიების ნაწილს, ან ნაწილი არის გადაკვეთაზე პოლიტიკის მეცნიერებების და სოციოლოგიის. პირველი ასეთი მნიშვნელოვანი თეორია, რაც მინდა რომ ვილაპარაკო, არის პიერ ბურდიეს ველების თეორია, ბურდიე მეოცე ფრანგი სოციოლოგია, რომელსაც ესე იგი რომლის მიზანიც იყო თავის კვლევებში, უბრალოდ თავის კვლევების საფუძველზე მივიდა იმ პასუხამდე, რომ მხოლოდ რაღაც სტრუქტურები და მოქმედი პირები კი არ არსებობენ, როგორც ეს მანამდე სხვა თეორიით იყო წარმოდგენილი, რომ აი მაგალითად არსებობს თქვათ რაღაცა სოციალური ინსტიტუტები და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სოციალურ ინსტიტუტებში მოქმედებენ, არამედ არსებობს გარკვეული ველი, ანუ არსებობს სხვადასხვა ველი, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, ეს
და ცვლილებები ხდება აი ამ ველის შიგნით რაღაცა ძალების გადანაცვლებით. ეხლა ველსში რა იგულისხმება რომ გავიგოთ, ეს არის რაღაც გარკვეული არენა სოციალური ცხოვრების, რომელსაც აქვთ საკუთარი რაღაც ლოგიკური ჩარჩოებიც და მოქმედების ლოგიკაც, ხო? ასე ვთქვათ, მაგალითად, ხელოვნების დარგის შიგნით მოქმედებს რაღაც გარკვეული ლოგიკა, ხო? რაც შეიძლება სულაც არ მოქმედებს სპორტის შიგნით, ხო? მაგალითად, შეჯიბრი ხელოვნებაში და შეჯიბრი სპორტში შეიძლება სრულიად სხვა რამეს ნიშნავდეს. ან საერთოდ ერთში ითვლებოდეს, რომ ეს არის რაღაცა სამარცხვინო და მეორეში პირიქით შეჯიბრი იყოს რაღაცა განუყოფელი ნაწილი, ხო, მაგალითად სპორტისტვის. პოლიტიკური ველიც ასეთივე რაღაცა სოციალური არენაა, რომელსაც ასევე თავისი რაღაცა ლოგიკა აქვს და წესები შიდა, ხო? აი მაგალითად, რომ დავფიქრდეთ ჩვენ ქართულ პოლიტიკაზე, ქართული პოლიტიკის შიგნით არსებული წესები შეიძლება განსხვავდებოდეს, ასე ვთქვათ, მეცნიერების შიგნით არსებულ წესებთან და ლოგიკასთან, ხო? აი მაგალითად, რაც წესით, ხო, წესითთან განსხვავდებოდეს, შეიძლება ზოგ შემთხვევაში არ განსხვავდება სამწუხაროდ, მაგრამ მაგალითად მეცნიერი ბევრად უფრო ფრთხილად ეპრობა ფაქტებს, ვიდრე პოლიტიკოსი, ხო? ეს ჩვეულებრივი ამბავია. პოლიტიკოსმა შეიძლება ედუცირება მოახდინოს რაღაცა იდეის დაიყვანოს იქამდე, რომ გასაგები გახადოს ეს იდეა საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს იმ სამეცნიერო თეორიებში გარკვეული და მეცნიერის ვალია, რომ გამოიყენოს სამეცნიერო ტერმინოლოგია, ლოგიკა და მშენობის რაღაცა ეთიკაც მათ შორის, იმისთვის, რომ მას მეცნიერი ერქვას. ეხლა ამ ველში, პოლიტიკურ ველში არის გარკვეული შეჯიბრება, ხო? სხვადასხვა ჯგუფები არიან წარმოდგენილი, არა მხოლოდ პოლიტიკოსები და ნუ ეს მოიცავს აი ბევრ სხვადასხვა ჯგუფს, ხო, აქტივისტებს, მედიის ჯგუფებს, პარტიის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რომლებიც ერთვებიან ამ პოლიტიკურ ბრძოლაში და მათ შორის გარკვეული შეჯიბრი არსებობს, მაგრამ ეს შეჯიბრი არსებობს არა უბრალოდ იდეებით, როგორც ამას ბურთი აღწერს, არამედ გარკვეული ტიპის რესურსებით, რომელიც ცდება ფინანსურ რესურსებს, ხო? ჩვენ ხშირად შეიძლება თითქოს თავისთავად ცხადი იყოს, რომ ხო, პოლიტიკურ ბრძოლაში ფინანსურ რესურსებს აქვს მნიშვნელოვანი ნაწილი და ასევე ინფორმაციას, მაგრამ ბურთია შემოაქვს ისეთი ცნებები, როგორც არის კულტურული კაპიტალი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს არის გარკვეული ცოდნა უნარები ან ღირებულებებიც მათ შორის ხო, მაგალითად რა არის შენთვის ხო, აი კულტურული კაპიტალის ნაწილი არის მაგალითად ის თუ რას ეთაყვანები ან რა მიგაჩნია რაღაცა ღირსეულ ქცევად და ასე შემდეგ. სოციალური კაპიტალი რაც არის კავშირები და სიმბოლური კაპიტალი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ ველზე, რაც არის ერთგვარი შესაძლებლობა, რომ გამოიყენო შენი ლეგიტიმაცია, ან შენი მოქმედებების ლეგიტიმაცია გადაწყვეტილების მისაღებად. ან შენი რაღაც ქარიზმა არის სიმბოლური კაპიტალი, ან შენი რაღაცა უნარი, რომ აჩვენო საზოგადოებას როგორც მათი წარმომადგენელი, ხო? ანუ წარუდგინო საკუთარი თავი მათ წარმომადგენლად. მაგრამ ამ კაპიტალს შორის ან სხვადასხვა აქტორები, ან სხვადასხვა მოქმედებები, სხვადასხვა ამ კაპიტალს შეიძლება ფლობდნენ, ხო? ანუ ვიღაცა შეიძლება მეტი ფინანსური კაპიტალი ქონდეს, ნაკლები, თქვათ, სიმბოლური კაპიტალი, ანუ მაგალითად დიდარი ადამიანი, სულაც არ არის აუცილებელი, რომ იყოს დამენჯერებელი საზოგადოებისთვის და მას სჭირდება ამ სიმბოლური კაპიტალის მოპოვებაც. და ამ დროს შეიძლება ვიღაცა თქვათ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აქვს შემოსავალი და არის ცნობილი, მაგალითად პოეტი, შეიძლება ბევრად უფრო მაღალი სიმბოლური კაპიტალი ქონდეს, ვიდრე ვიღაცას, ვისაც სოციალური კაპიტალი აქვს, ან ეკონომიკური კაპიტალი. ამ პოლიტიკის ცვლილება, ამ ბურჯეს ველების თეორიას თუ გავყვებით, ასე იგი, ამ თეორიიდან გამომდინარე ხდება მაშინ, ანუ ჯერ მნიშვნელოვანია, რომ არ არის მაინდა-მაინც რაციონალური და
სულ არის დროებითი გამარჯვებები, ხო? ანუ თუ უპირატესობას მოიპოვებს ერთ-ერთი ჯგუფი, ეს უაც არნიშნავს იმას, რომ ეს უპირატესობა არის მუდმივი, იმიტომ რომ მუდმივად ხდება ამ ბალანსის ცვლილება ამ ველზე. იქიდან გამომდინარე, ვინ უფრო მეტ კაპიტალს აგროვებს, ხო? მაგალითად, შენ თუ შეგიძლია დაარწმუნოს ხები შენი იდეების ისტორიაში, სიმბოლური კაპიტალი შენი იზრდება. თუ ასევე სოციალურ კაპიტალსაც იგროვებ, ანუ მეტი ხალხია შენთან დაკავშირებული, ვისაც შეუძლია რომ გამოყვეს, ფორმალურად თუ არაფორმალური გზებით, ესეც შენ გაძლიერებს. თუ კიდევ ვთქვათ, ასე ეკონომიკური კაპიტალის კითხვას ხელს, ხო, ნუ კიდევ უფრო ძლიერდები და აი ამ სიმბოლური ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ხო, არის მუდმივად ამ კაპიტალისტვის ბრძოლა, ხო, ანუ ამ 4 სხვა კაპიტალისტვის. ნუ ხა ამ ველების თეორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ასევე ჰაბიტუსი. ჰაბიტუსი არის ჩვენი ერთგვარი ეს არ არის ჰაბიტუს მე ამიტომ რაც არის იმაში შერეკილებში, ეს არის არახოლოდ სახე, ანუ ჰაბიტუსი ამ გაგებით იხმარება ხოლმე ყოფით იმაში ხო, არამედ ის თუ როგორ არის განსხეულებული ჩემი ღირებულებები, ან ასევე გასაგნებული ჩემი ღირებულებები. ხო, აი მაგალითად როგორ ვიცვავ, როგორ მოქმედებ, როგორ ვლაპარაკობ, რა ის არის, ხო, აი თქვა როგორ გამოვიყურები მათ შორის. აი მაგალითად ჰაბიტუსზე შეიძლება ადამიანს შეატყოთ ის რომელიც სოციალური ჯგუფის წარმომადგენელია. არის თუ არა პოლიტიკოსი საერთოდ. ახლა საქართველოში ცოტა რთულია უკვე ამის გარკვევა, იმიტომ რომ დიდი განსხვავება აღარ არის სხვა რაღაცა ველებს შორის მოქმედ ადამიანების ჰაბიტუსებს შორის, ხო? ადამიანი, რომელიც თქვათ, რა ვიცი, სპორტსმენია შეიძლება თავის ჩაცმულობით დიდად არ განსხვავდებოდეს ადამიანისგან, რომელიც პოლიტიკოსია და მაგრამ ძირითადად ხო შეიძლება შევატყოთ ხოლმე, ხო? ადამიანს ეთყობა გამომეტყველებას ხან პოლიტიკოსი რომ არის თან რაღაცა მოქმედების ხო მიხრა მოხრაზე და ასე თქვა ესეც ჰაბიტუსის ნაწილი. და ამ ბრძოლის დროს, აი მაგალითად, თვითონ ეს ჰაბიტუსიც მნიშვნელოვანია ხოლმე, ხო? თუ ახალი ჰაბიტუსის მქონე ხალხი შემოვიდა პოლიტიკაში, შეიძლება რაღაცნაირი წვეტა მოხდეს, ხო? თქვა თანამედროვე ჩაცმული ახალგაზრდა პოლიტიკოსები, ხო, რაღაცნაირად არ ღვევენ ხოლმე დამკვიდრებულ კლიშეებს და ნორმებს, რომელმაც შეიძლება მე მეტი სიმბოლური კაპიტალი მოუტანოს და ესეც მნიშვნელოვანია ცვლილებისთვის. ეხლა ცვლილების მექანიზმი არის, როგორც თქვი, კაპიტალის გადანაწილება და ნუ შეიძლება იყოს აქ მნიშვნელოვანი ის, რომ კომბინაცია ხდებოდეს, ხო? აი მაგალითად კულტურული კაპიტალი, მაგალითად შეიძლება სამეცნიერო ახალი ცოდნის მეშვეობით, ან მაგალითად ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე შეიცვალოს, რომელ მხარეს უფრო მეტი იქნება, ან თქვათ სოციალურ მოძრაობამ შეიძლება სოციალური კაპიტალი გაზარდოს, ხო? შეაკავშიროს ადამიანები ერთმანეთთან და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი ხომ უბრალოდ ახალი აქტორების გამოჩენაც, რომლებსაც შეიძლება აი ეს ახალი განსხვავებული ჰაბიტუსი და კაპიტალი მოჰქონდეთ თან, ხო? აი მაგალითად სუბთა ადამიანები არის ახალი კაპიტალის სიმბოლური კაპიტალის მატარებელი ხალხი. ეხლა მეორე ფრანგი სოციოლოგი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ გავიაზროთ, როგორ მოქმედებს სოციალური სამყარო და მათ შორის ცვლილება როგორ ხდება, მათ შორის პოლიტიკის სამყარო და როგორ ხდება ცვლილება, არის მიშელ ფუკო. ფუკოს თვის ყველაფერი მონაწილეობს, ასე ვთქვათ, ძალაუფლების განაწილების პროცესში, ყველაფერი ძალაუფლება, მათ შორის ცოდნაც და ცოდნაც, აი მაგალითად, ცოდნა, ექსპერტული ცოდნაც არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმისი, თუ ვისე და როგორ ექნება ძალაუფლება. აი მაგალითად, ფსიქიატრია, რასაც დაადგენს როგორც არანორმალურს, შეიძლება ეს მეორე ძალაუფლების ინსტრუმენტი გახდეს, ხო? იმასთან იმის განსასაზღვრად, მაგალითად, ვინ იმსახურებს ხუჭაში ყოფნას და ვინ არა. მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი ცნება, რასაც ფუკოს თეორია ეხმობა, არის დისკურსი და ეს დისკურსი არის ძალაუფლების მატარებელი ენა, რომელიც განსაზღვრავს გარკვეულ ლოგიკას, ხო?
იმისი თუ როგორ გვესმის ჩვენი სოციალური სამყარო. ანუ როცა პოლიტიკური ცვლილება ხდება, პირველ ეტაპზე ხდება დისკურსის ცვლილება. ანუ ჩვენი წარმოდგენები იცვლება ხოლმე გარკვეული საკითხების მიმართ, მაგრამ უბრალოდ წარმოდგენა კი არ იცვლება, არამედ ზოგადად იცვლება ჩვენი ხედვის პერსპექტივა და სააზროვნო ჩარჩო, რომლის შიგნითაც უყურებთ, რომლის პერსპექტივიდანაც უყურებთ გარკვეულ საკითხს. აი მაგალითად, თუ კლასიკური მაგალითია ნარკოტიკების მოხმარება, აი თქვა დისკურსი ნარკოტიკების მოხმარებაზე თუ არის კრიმინალიზებული, ხო? მაშინ ვლაპარაკობ დანაშაულზე და სასჯელზე, ხო? რამდენად დიდი დანაშაულია ნარკოტიკის მოხმარება, ან არა, მაგრამ როცა დისკურსი იცვლება და უფრო სამედიცინო პერსპექტივიდან ხდება ნარკოტიკის მოხმარების შეფასება, მაშინ ამ განსხვავებული შეცვლილი დისკურსიდან უკვე ვლაპარაკობთ იმაზე, ჯანმრთელია თუ არა ადამიანი, რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისთვის ან არა. და ეს თავისთავად ცვლის ძალაუფლების დინამიკას, ხო? ანუ იმას თუ რამდენად მიგვაჩნია პრობლემად, ან როგორ პრობლემად მიგვაჩნია კონკრეტული საკითხი. მაგრამ ფუკოს თეორიის მიხედვით პოლიტიკური ცვლილება ხდება მაშინ, როცა მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება ხოლმე დისკურსებში, ხო? როდესაც ან კონკურენტული დისკურსებში რომელიღაცა იმარჯვებს. ახლა ჩვენი სიტუაცია რა ვიღოთ, მაგალითად ქართულმა ოცნებამ შემოიტანა ისეთი საკითხები მიმოქცევაში, რამაც შეუქმნა ერთგვარი გამხლეთში გამყოფი ხაზი საზოგადოებას, რომელიც აიძულებს, რომ ამ ხაზის რომელიღაც მხარეს დადგეს, ხო? მაგალითად, რაც ვინ დაიწყო ომი, არის ესეთი საკითხი, ხო? და მე მთელი აგვისტოს ომზე მსჯელობა მიდის აი ამ დისკურსის პარკლებში, ხო? ვინ დაიწყო ომი, საქართველოს როლი გაიყო ამ ომთან მიმართებაში და ხდება გარკვეული ჩანაცვლება სხვა დისკურსის, რომელიც შეიძლება იყოს იმის შესახებ, მაგალითად, რა ადგილი უჭირავს ამ ომს საქართველოს ისტორიაში. ეს სრულიად სხვა დისკურსი იქნება, ხო? ანუ ისტორიულად შეხედო და არა სამართლებრივად შეხედო, ან და არა პოლიტიკურად შეხედო ამ ომს. ნუ შეიძლება თქვა საერთაშორისო სამართლებიდან შეხედო და სულ სხვა დისკურსი იქნებოდა ამის შესახებ, რომ ლოგიკა ამაზე მსჯელობის ამაზე იყოს აგებული. პირველი ეტაპი თუ დისკურსის ცვლილება, მეორე ეტაპი არის უკვე ახალი ცოდნის და ექსპერტიზის ახალი ფორმების შემუშავება, ხო? ახალი ადამიანები იწყებენ მსჯელობას, ანუ ის ადამიანები, ვისაც იმ დისკურსიდან გამომდინარე ძალაუფლება ეძლევათ, უკვე ხდებიან მნიშვნელოვანი განსაზღვრელები იმისი, თუ რა ცოდნას ფლობთ. ხო, აი მაგალითად შეიძლება დავაკვირდეთ იმას, რომ აი ჩვენი ბოლო 8 თვიანი პროტესტის პარკლებში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც სხვები უსმენენ, ხო? თანამედროვე ენაზე ინფლუენსერები ქვიათ ხოლმე, მაგრამ ისინი ახალ ტიპის ცოდნას და ჩარჩოებს ავრცელებენ, ხო? მაგალითად იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ევროინტეგრაცია, რას ნიშნავს წინააღმდეგობა, რას ნიშნავს ბრძოლა და ასე შემდეგ. ანუ ეს შეიძლება იყოს ცოდნა, რომელიც ასევე გარკვეულ ექსპერტულ ცოდნას ეყრდნობა, ხო? მაგალითად, საერთაშორისო საკითხების სპეციალისტები, ყოფილი დიპლომატები, რომლებსაც უფრო მეტი ცოდნა აქვთ იმის შესახებ, თუ აი მაგალითად რა შეიძლება დაემართოს საქართველოს, თუ დიპლომატიურ კავშირებს გაუწყვეტ ევროპის პარტნიორთან, ან მხოლოდ ზოგიერთ პარტნიორთან გვექნება. ნუ ისინი ქმნიან ახალ ტიპის ცოდნას. შემდეგი ნაბიჯია უკვე როცა იცვლება მმართველობის ტექნიკები, ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა შეიცვალოს ფორმა, როგორ იმართება არა მხოლოდ კონკრეტული რაღაც ადამიანების ჯგუფები, არამედ ზოგადად საზოგადოება. და აქ უკვე ფოკუსთვის ცვლილება ხდება ხოლმე არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ, არამედ ყველა ძალაუფლების მქონე მოქმედი რაღაცა პირების თუ ჯგუფების თუ ინსტიტუციების მიერ. რა ჩვენ შეიძლება დავაკვირდეთ ამას, რომ მას მერე რაც შემოიტანა გარკვეული დისკურსები, მაგალითად ქართულმა ოცნებამ შემოიტანა დისკურსი აქვია სამშობლოს მტრების შესახებ და აგენტების შესახებ, ეს მაგალითად გადავიდა, ანუ ამ
დისკურსის ფარგლებში უკვე გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თავს ვალდებულად თვლიან, რომ ამ საკითხზე საკუთარ ინსტიტუციებშიც მიიღონ გარკვეული ზომები. აი, მაგალითად, ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიყვებოდნენ, რომ სადიპლომოს გამოსვლის შემდეგ სტუდენტს თხოვეს, რომ უბრალოდ წინასწარ თხოვეს, რომ სადიპლომოს დაცვა რო ექნებოდა, მოეყოლა რამეს თქმას ხომ არ აპირებდა, იმიტომ რომ საჯარო დაცვა არის ამ სადიპლომოსი და წინასწარ გადაწყვეტეს, რომ შეეთანხმებინათ სიტყვა, იმიტომ რომ რაღაც პოლიტიკური სიტყვა არ იყოს, იმიტომ რომ ისე არ გამოჩნდეს, რომ ეს ინსტიტუცია შეიძლება დიპლომებს ანიჭებს ხალხის ფერს. ხო, რეალურად აი აქამდე მივდივართ. და ესე რომ ეს მმართველობის ტექნიკების ცვლილება არის ანუ ეკნობა არა უბრალოდ ვიღაცის პოლიტიკოსის ხუშტურს, არამედ თლიანად იმ ცვლილებას, იმ ჩარჩოსი, რომლის ფარგლებშიც რაღაცას აქვს ლოგიკური ახსნა. ხო, ანუ ტრანსფორმაცია ხდება არა უბრალოდ კანონების მიღებით, არამედ ხდება წარმოდგენების შეცვლით და სააზროვნო ჩარჩოების შემუშავებით. ხო, ანუ ჩვენ და საპირისპირო ცვლილებაც ამას უნდა ეხმაროს. ხო, ჩვენ თუ გინდა რომ შეცვალოთ ის თუ რაც ხდება საქართველოს პოლიტიკაში, არა მხოლოდ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ჩავანაცვლოთ ადამიანები, ან ჩავანაცვლოთ რეგულაციები, არამედ ჩავანაცვლოთ ასევე და შევცვალოთ ასევე ის წარმოდგენები, რომლითაც იმართება ჩვენი საუბარი კონკრეტულ პრობლემებზე. ეხლა ხშირად საქართველოშიც და სხვაგანაც ხალხი წუხს ხოლმე იმის შესახებ, რომ არ არის კარგად დაგეგმილი ბრძოლა ცვლილებებისკენ და კარგად დაგეგმაში ხშირად იგულისხმება ხოლმე გარკვეული მოდელი, რომელიც ეყრდნობა რაციონალურ წარმოდგენას ცვლილებებს. ეს მოდელი არის ან ძალიან ახლოს არის იმასთან, რასაც პროექტული მართვის მოდელებს ეძახიან, სადაც თავდაპირველად შენ რაღაც განსაზღვრავ რა პრობლემა გაქვს, მერე იღებ რაღაც გადაწყვეტილებას, მერე ნერგავ გარკვეულ გადაწყვეტილების შესაბამის ინსტრუმენტებს და მერე აფასებ, რამდენად აღწევ შენ მიზნებს იმისთვის, რომ მერე ისევ თავიდან განსაზღვრო, რამდენად შეიცვალა ის პრობლემა, რომელსაც ებსოდი, ან რომელზეც გინდა ზემოქმედება და მერე ისევ თავიდან ეს ციკლი იწყება. ეხლა პრობლემა ის არის, რომ როცა აკვირდებიან პოლიტიკის ცვლილებებს, ასეთი მოდელი ძალიან იშვიათად იცვლება რამე. ანუ ასე რომ იცვლებოდეს, ეს იქნებოდა რაღაცა მუდმივი ციკლი, რომელიც ნელ-ნელა სამეცნიერო ტერმინით ვთქვა, ინკრემენტულად თანდათანობით ცვლის პოლიტიკას. სინამდვილეში პოლიტიკა ასე არ იცვლება ხოლმე და აქ შეიძლება განვიხილოთ სხვა ჩარჩო, რომელიც ხსნის როგორ ხდება ხოლმე ცვლილება. ერთი მნიშვნელოვანი ჩარჩო ასეთი არის ეს რაღაც ადვოკატირების კოალიციების ჩარჩო, რომელიც ხსნის იმას, რომ კოალიციები ხშირად იკვრება არა იმიტომ, რომ ისინი რაციონალურად ერთ-ერთი პრობლემას ერთნაირად უყურებენ, არამედ შეიძლება სხვადასხვანაირი გაგება ქონდეთ ერთ-ერთი პრობლემის, მაგრამ საბოლოო ჯამში მიზნები ქონდეთ მსგავსი, ანუ პოლიტიკის მიზნები და ყველას თავისი ნაწილი ადარდებდეს ამ ცვლილების და უბრალოდ იმის გამო, რომ გარკვეულ სტრატეგიულ პარტნიორობას ხედავენ ერთმანეთთან ურთიერთობაში, შეიძლება შეიკრან ცვლილებების განსახორციელებლად. ეხლა ამ თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ისიც, რომ ჩემო აქვს ესეთი ცნება პოლიტიკის ბროკერების, რომლებიც არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ერთგვარი ან ხელი შეუწყონ გარკვეულ მიმოქცევას იდეების და შეთანხმებებს. სხვა კოალიციებს შორის, კოალიციის შიგნით, კოალიციას და დაპირისპირებულ ძალაუფლების მქონე სტრუქტურას შორის და ხშირად ეს კოალიციები იკვრება რაღაც გარკვეული საერთო ან მსგავსი რწმენების შესახებ, იმის შესახებ თუ რა არის მნიშვნელოვანი, რომ განხორციელდეს. ნუ კოალიციები ასევე ცხადია შეიძლება არსებობს საპირისპირო მოწინააღმდეგე მხარეს და რომელი კოალიციის ძალაუფლებაც იზრდება, ის აღწევს წარმატებას და ხშირად ეს
წარმატება უკავშირდება ხოლმე რაღაც გარკვეულ შოკს, ხო? მაგალითად, შეიძლება ეს იყოს პოლიტიკური სკანდალი, შეიძლება ეს იყოს ცვლილება საგარეო პოლიტიკაში, შეიძლება გარეგანი ან შინაგანი შოკები იყოს. ეხლა, როცა სწავლობენ ცვლილებებს, ამ რაციონალურისგან დიამეტრალურად განსხვავებული არის ეგრეთ წოდებული ქაოსის ორგანიზებული ანარქიის მოდელებს ეძახიან ხანდახან, ან ორგანიზებული ქაოსის მოდელებს. ეს მოდელები ან ეს თეორიები ამბობს, რომ ესე დაგეგმილი ციკლურობის ნაცვლად ორგანიზაციები, მათ შორის პოლიტიკური ორგანიზაციების და პოლიტიკური სისტემებიც ხშირად გადაწყვეტილებებს იღებენ გარკვეული ლოგიკით, მაგრამ არა მაინც და მაინც თანმიმდევრული ლოგიკით. ხო, თანმიმდევრული ლოგიკა შეიძლება გულისხმობდეს, რომ შეიძლება პრობლემა უნდა გაანალიზო და მე მოიფიქრო პრობლემის გადაჭრის გზა, მაგრამ ხშირად ხვდებით ხოლმე იმასაც, რომ პრობლემის გადაჭრის გზა უფრო ადრე არის შემუშავებული, ვიდრე თავად პრობლემა არის გააზრებული, ხო? აი რაღაც განათლების სფეროში ვისაც უმუშავია, შეიძლება ესეთი რაღაც მოსმენილიც კონდეს, რომ აი ადამიანები იტყვიან, რომ აი ხო კარგი იქნებოდა, რომ მაგალითად რა სკოლებში იდგეს სავარძელი, ისე როგორც ფინეთშია. ეს არის პრობლემის გადაჭრის გზა და მე რო გითხო აი რა პრობლემისთვის გინდა რომ სავარძელი იდგეს იმაში საკლასო ოთახში, მე დაიწყოს ფიქრს, რომ აი ხო ფინეთში ნეტარად უდგათ ეს სავარძელი რისთვის, ანუ ხო იმისთვის რომ კომფორტულად იგზნოს თავი ბავშვმა თუ კიდე რაღაც პრობლემის, სხვა პრობლემის გადასაჭრელად არის ეს მოფიქრებული და მე იწყება გამოგონება იმ კონკრეტული პრობლემის. ესე რომ ეს რაღაცა ლოგიკური მიზეზშედეგობრივი რაღაც დაგეგმა ყოველთვის არ არის ხოლმე გამოყენებული პოლიტიკის ცვლილებების დროს. ერთ-ერთი ასეთი მოდელი არის ნაგვის ხუთის მოდელი დაარქვეს ავტორებმა, ეს კოენმა, მარშმა და ოლსენმა. ნაგვის ხუთი არის მეტაფორა იმისი, რომ ამ პროცესის, სადაც შენ ყველაფერს ყრი ნაგვის ხუთში და მე ვცებ რაღაცა რომ დაგჭირდება, მე ეძებ ნაგვის ხუთში იმ კომპონენტებს, რომლებიც ან ელემენტებს, რომელსაც თუ შეაერთებ ერთმანეთთან, მე შეიძლება რაღაცა ცვლილებაც მოხდეს, ხო? აი ამ მოდელის მიხედვით 4 დამოკიდებელი ნაკადი არსებობს, ეს არის რაღაც პრობლემების ნაკადი, გადაწყვეტილებების მონაწილეების და შესაძლებლობების და როდესაც ამათი გადაკვეთა ხდება, აი ამ გაერთიანება, ხო, როცა უკავშირდება შეიძლება სხვადასხვა დროს მოფიქრებული და სხვადასხვა ჯგუფების მიერ მოფიქრებული გააზრებული პრობლემები, რაღაც მოფიქრებულ გადაწყვეტებს და არსებობს მონაწილეები, რომელსაც უნდათ რომ ეს შესაძლებლობები გამოიყენონ, მაშინ ხდება ხოლმე ცვლილება. ახლა ეს ხო, მნიშვნელოვანია იმისი გააზრება, რომ სულაც არ არის აუცილებელი, რომ ადამიანების ჯგუფებს ჯერ პრობლემები ქონდეთ გააზრებული. ხო, ანუ შეიძლება აი მაგალითად აქტივისტები მოქმედებდნენ ისე, რომ არც მაინც კონკრეტული სოლუშენი ქონდეთ, ხო, აი გადაწყვეტილება ქონდეთ და არც პრობლემის ღრმა გააზრება ქონდეს. ან პირიქით შეიძლება პრობლემებს ხედავდნენ მხოლოდ აქტივისტების რაღაც ჯგუფი და თქვათ პოლიტიკოსები ცალკე რაღაცებს ფიქრობდნენ პოლიტიკური ტექნოლოგიები როგორ გამოიყენონ რაღაც საკუთარი ძალაუფლების მიღწევისთვის, მაგრამ თუ დაემთხვევა მათი ინტერესები, აი ამ დროს და ასევე იარსებებს რაღაცა ეს პასუხები, მაშინ შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტა. მსგავსი მოდელი აქვს Kingdons, ეს მრავალმხრივი მრავალი ნაკადის მოდელი შეიძლება დავარქვათ, ну მან შეამცირა ეს 4 ნაკადი 3-მდე, აქ პრობლემების პოლიტიკის პროგრამების და პოლიტიკური ბრძოლების ნაკადები აქვს. და აქაც იგივე ლოგიკა. უბრალოდ აქ ისევე როგორც ეს იყო აი ადვოკატირების კოალიციის ჩარჩოში, აქ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაშინ როცა შესაძლებლობის ფანჯარა აჩნდება, იწყებენ დაკავშირებას აი ამ მიმართულებებს. ეს ანუ პოლიტიკის ბროკერი რაც ერქვა, აქ ეს პოლიტიკის მეწარმე შეგვიძლია დავარქვათ და ენტერპრენერი კათოლიკ რას ნიშნავს არის, მაგრამ იყენებენ ხოლმე ამ ტერმინს. ანუ აქ იგულისხმება, რომ აქაც პარალელურად შეიძლება მიდიოდეს სხვა მუშაობა და იმ მომენტში, როცა ჩნდება შესაძლებლობა, ხდება ხოლმე ურთიერთდაკავშირება
ამ საკითხების. ასეთი გამოცდილება საქართველოში არის, მაგალითად ვარდების რევოლუციის წინ უსწრებდა სხვადასხვა დისკუსიები, მაგალითად განათლების რეფორმის შესახებ, რაღაც ეკონომიკური რეფორმის შესახებ, სხვადასხვა ჯგუფები მუშაობდნენ. მე ხანდახან ეს დაპირისპირებული ჯგუფებიც იყო, ხანდახან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, მაგრამ ვარდების რევოლუციამ გააჩინა შესაძლებლობის პანჯარა და ამ შემთხვევაში გადაკვეთა მოხდა ამ რაღაცა პრობლემების გააზრების, მისი პრობლემების გადაჭრის გზების და პოლიტიკური ძალების, ხო? და ან გაჩნდა პოლიტიკური ძალები, რომლებსაც უნდათ რომ გამოიყენებინათ ეს რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციებში დაგროვებული ცოდნა და ხალხიც. რომ პრობლემები გადაეწყვიტათ. კიდე ერთი თეორია არის ესეთი წყვეტილი წონასწორობის თეორია, რომელიც ასევე სწავლობს იმას, რომ ისე როგორც ბუნებრივ გარემოში ეს ინკრემენტული ცვლილება არ ხდება. ნუ ეს მაინც ქაოსი არ არის, როგორც აი თქვათ ნაგვისხუთის მოდელში და კინგდომის თეორიაში და რაღაცა ანარქია. მაგრამ წყვეტილი განვითარება, ნახტომისებური განვითარებები ხდება, ნორმალა ვითარდება და მე რაღაცა კონკრეტულ მომენტში, მაშინ როცა არის საკვანძო დროის წერტილი, მაშინ ხდება ნახტომი შემდეგ ეტაპზე. და აქ არის ერთგვარი, ანუ ორი მნიშვნელოვანი თუ სამი მნიშვნელოვანი საკითხია. ერთი არის რასაც ეძახიან ავტორები ბაუმგარტნერი და ჯონსი პოლიტიკის იმიჯს, ანუ როგორ წარმოგვიდგენია, როგორ უყურებთ ჩვენ რაღაც საკითხებს და ამისთვის მიდის ბრძოლა, ხო აი მაგალითად ქართული ოცნება ახლა ცდილობს რომ დაამკვიდროს ესეთი აზრი, რომ იზოლაციონიზმი კარგია, იმიტომ რომ ეს არის სუვერენიტეტის დაცვა. ხო, რაც უფრო მოწოდილები იქნებით საერთაშორისო ინსტიტუტებს, ვით რომ ნაკლებად მოგვიწევს სუვერენიტეტის დათმობა და ეს კარგია, იმიტომ რომ ჩვენ უფრო თვითყოფადები და დამოუკიდებლები ავტონომიურები იქნებით. და ეს მერე შესაძლებლობას მოგცემს, რომ მაგალითად დაიცვა საკუთარი ტრადიციები, ხო და ამისი საპირისპირო დისკურსი, ხო, თქვათ პოლიტიკის იმიჯი ამ თეორიის მიხედვით იქნებოდა, თქვათ რაღაც იზოლაციონიზმი უდრის დაუცველობას, ხო, ამ ორ რაღაცა მნიშვნელოვან საკითხს შორის არის კონკურენცია. და პოლიტიკის ასპარეზი ამ თეორიის მიხედვით მუდმივად ცვალებადია, ხო? აი მაგალითად თუ ვერ ხედავს ჯგუფი რომ მიაღწევს თავის საწადელს ერთ კონკრეტულ ინსტიტუტის გამოყენება, და მაგალითად პარლამენტში თუ შეუძლებელია საკუთარი იდეების გატანა, მე მაგალითად სასამართლოს მიმართოს, სასამართლოში შეუძლებელია ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ეს ამ თეორიის მიხედვით აიხსნებოდა ვენუთან პოლიტიკის ასპარეზად, მაგალითად საერთაშორისო ასპარეზი, ხო? როცა ქართველმა პროდასავლურმა პარტიებმა დაინახეს, რომ შეუძლებელია საქართველოში ამ პირობებში საკუთარი იდეები გაიტანო, რაღაც ლეგიტიმური ინსტრუმენტების მეშვეობით, გადაინაცვლა შეჯიბრმა საერთაშორისო დონეზეც, ხო? როცა თქვათ ევროპარლამენტის რეზოლუციისთვის მიდის კალმათი მათ შორის ქართველ პოლიტიკოსებს შორის. იქ და მე რაღაც საერთაშორისო დონეზე თქვათ წარმატებას აღწევს ოპოზიციური ფლანგი. და ნუ ეს სისტემა იძლევა ასევე ნეგატიურ უკავშირს, ანუ არსებული სისტემა და ესეც მნიშვნელოვანია, რამდენად გადალახვადია ეს ნეგატიური უკავშირი. ეხლა რო შევაჯამოთ, ხო, დიდხანს რო არ გამიგრძელდეს, მნიშვნელოვანია, როცა ფიქრობთ პოლიტიკის ცვლილებაზე, რომ გავიაზროთ, რომ ეს არ არის ისეთივე დაპროექტებადი, როგორც დააპროექტებდი რაღაცა თქვა წახს, ან დააპროექტებდი რაღაც ინსტიტუტის მუშაობას, ან ბიზნეს და რაღაცა შენი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვას. ანუ ხშირად აქ პარალელურად მიდის პარალელური რაღაცა მუშაობა და მნიშვნელოვანია, რომ ამას ხელი არ შეუშალო. უაზრობა ხელი შეუშალო. ანუ თავისთავად იმაზე ლაპარაკობ, აი ხალხო რა დროს ეგ არის, მოდი ჯერ სხვა რაღაცა გავაკეთო, აი მოდი ჯერ კარგად გავიაზროთ რა თქმა უნდა, მე დავიწყოთ რაღაც მუშაობა. რაც არ უნდა ილაპარაკო, მაინც საბოლოო ჯამში მაინც გააგზავნოს ხალხი იმ რაღაცა გადაწყვეტებზე ფიქრს და მუშაობს. რაც შეიძლება სხვაც არ ეფუძნებოდეს ღრმა კვლევას და სიტუაციის ანალიზს.
გასააზრებელია ის, რომ რა ტიპის კაპიტალს ფლობს ერთი ან მეორე მხარე და რამდენად ძლიერია ეს კაპიტალი და როგორ შეიძლება გააძლიერო, მაგალითად სოციალური კაპიტალი როგორ უნდა გააძლიერო, კავშირები როგორ უნდა გააძლიერო და ასევე კულტურული კაპიტალიც თუ სიმბოლური კაპიტალიც ხო, ან შენ წარმოადგენები და ღირებულებები რამდენად ძლიერია და რამდენად დამაჯერებელი თუ სარწმუნოა თუ ლოგიკური ანუ ის რაზეც ჩვენ ვაპარაკობ, რამდენად არის უფრო დამაჯერებელი საზოგადოების წევრებისთვის ან რამდენად არის ასევე ახლოს იმ ღირებულებებთან, რაც უკვე აქვთ საზოგადოების წევრებს. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს არა უბრალოდ ინსტრუმენტების, აი მაგალითად რა ვიცი, საარჩევნო კოდექსი უნდა შევიმუშაოთ, რაღაცა ზოგადად არჩევნები რა არის, ამაზე, ანუ თვითონ არჩევნები რისთვის გჭირდება, ამის გააზრება არის მნიშვნელოვანი, ხო? ანუ საზოგადოების თვალში არჩევნები თუ არის მხოლოდ იმისთვის, რომ მოიპოვო ძალაუფლება, ან მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმა ჯგუფმა მეორეზე მოიპოვოს ძალაუფლება, მაშინ სულ სხვანაირად იფიქრებს ამ არჩევნებზე, ვიდრე როცა ფიქრობს, რომ არჩევნები არის საკუთარი ძალაუფლების გამოხატულება, ან დემოკრატიის ფუნდამენტური ნაწილი, ან მაგალითად ეს არის თანამონაწილეობის ფორმა საზოგადოებრივ ცვლილებებში და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, რომ ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს არა მხოლოდ ინსტრუმენტების, არამედ გააზრებების. ამ შესაძლებლობის ფანჯრები ჩდება ჩვენგან დამოუკიდებლადაც, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა ვიმოქმედოთ, რომ გაჩნდეს ასეთი ფანჯარა, მაგრამ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ეს არის მნიშვნელოვანი, მზად უნდა ვიყოთ იმით, რომ პრობლემების გააზრებაც უნდა ვიფიქროთ, ჯგუფების მომზადებაც უნდა მოხდეს, ვისაც შეიძლება რომ მე გამოიყენოს ის წოდნა, რაც გროვდება და მათ შორის ინსტრუმენტებზეც და პრობლემების გააზრებაზეც იმისთვის რომ კრიტიკულ მომენტში გადაკვეთა მოხდეს, გაერთიანება მოხდეს. შეიძლება აი მაგალითად ჩვენ შემთხვევაში პროტესტში ჩართული ჯგუფები მაინდა-მაინც რაციონალურად არ დაიყვან და თქვა რომ აი შენ პრობლემებზე იმუშავებ და ასე შემდეგ. არამედ უბრალოდ უნდა ხელი შეუწყო რომ რომელიღაც მიმართულება თუ არ ვითარდება, მაგალითად პოლიტიკური ჯგუფების ხარე თუ გაქვს სუსტი და ინსტრუმენტები ძლიერი გაქვს და პირიქით ხო იფიქრო იმაზე როგორ გააძლიერო და ასევე იფიქრო იმაზე აი ბოლო პუნქტი რაც არის აი ეს მეწარმეები როგორ შექმნა ანუ როგორ შექმნა ან არ შექმნა უბრალოდ გამოავლინო ის ადამიანები რომლებსაც აქვთ უნარი რომ იმუშაონ სხვადასხვა ჯგუფებთან იმუშაონ იმაზე რომ დააკავშირონ უკვე არსებული თუ ახალი ინსტრუმენტები იდეები და პოლიტიკოსები ერთმანეთს ანუ ესენი უნდა იყვნენ ის ადამიანები რომელსაც მიესვლებათ ყველასთან ვისაც აქვს რაღაცა დიპლომატიური უნარები არ არიან ტოქსიკურები შეუძლიათ რომ იმუშაონ ფარტის უკანაც შეუძლიათ რომ ასევე იმუშაონ მათ შორის მოწინააღმდეგესთან შეხვდნენ, შევთანხმდნენ, ილაპარაკონ, იმუშაონ და ასე შემდეგ. მე მგონია რომ აი ეს თეორიები აი ასეთ დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. და პირდაპირ არც ერთი თეორია არ არის სახელმწიფო, არის უბრალოდ იმ დაკვირვების შედეგი, რასაც აწარმოებენ მეცნიერები სოციალურ სამყაროში მიმდინარე ცვლილებებზე, მაგრამ მე მგონია რომ სასარგებლო გაკვეთილებსაც იძლევა. დიდი მადლობა და თუ რა მიკითხები გაქვთ, სიამოვნებით. დიდი მადლობა ციკო, თუ კითხვები გაქვთ, თუ შეიძლება რომ დასწროთ და თორე მე მაქვს ხელსაწევით შეიძლება. სანამ კითხვები გაჩნდება, ჩემი კითხვა იქნებოდა ესეთი რომ შენ ამბობდი რომ ეს არ არის რაციონალური პროცესი, რომელიც შეგვიძლია დავგეგმოთ. როგორც სხვა სფეროებში, პრინციპში არც სხვა სფეროებში, ახლა ბიზნესიც საკმარისად რთულად პროგნოზირებადია. მაგრამ ნუ არსებობს რაღაც გარკვეული თეორიები, რომლებიც იმ არაპროგნოზირებად სიტუაციაშიც იხმარება დამსაყრდენს გაძლევს როგორ გაიმარტივო, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაცია, თუ როგორ გაიმარტივო
გარკვეული ნიშის მოპოვება. შენც ამბობდი, რომ მაგალითად იგივე სოციალურ კაპიტალზე, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური კაპიტალის გაზრდა. შესაბამისად, ამ გაზრდას შეიძლება შევხედოთ როგორც აქტივების დასს და რაღაც გარკვეული რაციონალური ქმედებებიც დაიგეგმოს, ხო, თქვა მაგალითად როგორ შეგვიძლია უფრო გავძლიერდეთ ან რამდენად სარწმუნო და დამაჯერებელი რო გახდეთ რა არის ამისთვის გასაკეთებელი და ეს არის რაციონალური კითხვები, რომელზეც რაციონალური პასუხები არსებობს. თუ ფიქრობ, რომ პრინციპში 3/4 მაინც ეს არის ვთქვათ ბედისწერა და ფორტუნა, რასაც მოგვიტანს. არა, არ არის ბედისწერა. აქ უბრალოდ ეს თეორიები აკვირდება დიდი ცვლილებები, როგორ ხდება ხოლმე. და აქ ხედავენ იმას, რომ არც ერთი ეს ცვლილება ესე რაციონალურად დაგეგმილი არ ყოფილა. ანუ ვიღაცამ კი არ დაგეგმა, რომ აი რაღაცა ეკონომიკის სფეროში ამას შევცვლით და ეგ რაღაცა მაშინ ტრანსპორტის სფეროში ეს იქნება ცვლილება, განათლებაში ეს იქნება და მე რევოლუციას გამოიწვევს. ეგეთ რამე არა. ან თქვათ დიდი პოლიტიკური ცვლილებები, აი მაგალითად, როცა სრულად ახალი პოლიტიკა შემოდის, ხო? ძალიან იშვიათად არის გრძელვადიან რაღაცა მუშაობას დაფუძნებული. ამით არის ახალ რაღაცა გარე იმპულსზე მერე ძველი რაღაცების გახსენების და კომბინირების შედეგი, რომლებიც სულაც არ იყო ამ ცვლილებისთვის მოფიქრებული, რაღაც სხვა ცვლილებისთვისაც შეიძლება ყოფილიყო მოფიქრებული. ანუ თითოეული ის, რასაც აკეთებს ის ხარ, ხო, აი მაგალითად სოციალური კაპიტალის ზრდა შეიძლება ვიღაცის მიზანი იყოს და მუშაობდეს რაციონალურად. ეგ პრობლემა არ არის. უბრალოდ რაციონალური არ არის ხოლმე ის კომბინაციები, რაც იქნება ხოლმე ამით. ხო, აი შენ შეიძლება მუშაობდე მაგალითად იმაზე, რომ შექმნა ქსელი, მე აღმოჩნდეს, რომ ამ ქსელის შექმნა იმისთვის კი არ გჭირდება, რისთვისაც დაგეგმე, არამედ სრულად სხვა რაღაცისთვის იყოს უფრო გამოსადეგი, მაგალითად, რა ვიცი, ტრანსფორმაცია მანამდე მოხდეს, მანამ შენ ამ ქსელს შექმნი და მე ის ქსელი გამოგადგეს იმისთვის, რომ აი ახალ სამყაროში რაღაცა, თქვათ, სხვა იდეების განვითარება შეეძლო. ან თქვათ, ჩამოაყალიბო ახალი ბიუროკრატია, ან რაღაცა, რა სრულად მაგალითად ბიუროკრატიის ჩამოსაყალიბებლად შეიძლება არც ქმნიდი ამ ქსელს და მე აღმოჩნდეს, რომ უი, ხალხი არსებობს, ვისაც შეიძლება თავის თავზე აიღოს რაღაც სფეროს მართვა, ხო, მაგალითად რეგიონული განვითარება. ესე რომ ამაზე არის ლაპარაკი, თორე თითოეული პროცესი რაციონალური არის, ხო, აი პრობლემების კვლევაც რაციონალურია. ხო, აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ რაღაცა მულტნისნების ხედავთ და იკვლევენ რაღაცა ფიქრობენ იმაზე. რა არის ჩვენი პრობლემები? არამედ შეიძლება ეს იყოს კვლევრები, ხო, რომლებიც იკვლევენ, თქვათ, რაღაც. აი, მაგალითად, დღეს კარგი იქნებოდა, რომ ვინმეს გამოეკლია რა განწყობები, მაგალითად, რა განწყობები არსებობს იმ ოჯახებში, რომლების ოჯახის წევრებიც აგზავნიან 90-დან ფულს მათთვის, ხო? როგორ უყურებენ ისინი ამ საკითხს. როცა ევროპიდან, მაგალითად, ახლა ვკითხულობდი ამას წინათ, რომ იტალიიდან რაღაცა 500 მილიონი ევრო თუ რაღაცას განრიცხავენ ყოველწლიურად ძირითადად ქალები, რომლებიც იქ მუშაობენ ძირითადად მოვლენილად. და აი მაგალითად ჩვენ არ ვიცით რეალურად ეს ფული მე რაში იხარჯება, როგორ იხარჯება, რა დამოკიდებულებას ქმნის ევროპის მიმართ. მე ეს არის თუ არა გაურება, როცა აი ამ შემოსავლების მქონე ადამიანები ფიქრობენ აი ახალი დისკურსული ჩარჩოების ფარგლებში ევროპაზე, როგორც რაღაც არასტაბილურობის კერაზე, ომის წყაროზე და რაღაც, ხო, რაც მათ პროპაგანდა აწვდის. ციკო ხო არ ქონია მცდელობა, ამი ხო არის მცდელობა, სადაც მაგალითად აი სოციალური ტრანსფორმაციების თეორია მიუკავშირდება ან ერთმანეთს გადადიან ინოვაციებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ინოვაციურ ანუ ტექნოლოგიების მაგალითად ბიზნესთან დაკავშირებით ინოვაციური თეორიები საკმაოდ განვითარებულია და ნუ ითვლება, რომ დამაჯერებელია, ხო, კრისტენსენის ინოვაციების ვარდიდან ითვლება, რომ მას აქვს ასე ვთქვათ საფუძველი აზრობადი. გადაკვეთები არსებობს სხვა თეორიებს შორის, მათ შორის არა მხოლოდ ინოვაციები, არამედ მაგალითად ეპიდემიოლოგიასთან კავშირში და ასე შემდეგ. ხო, როდესაც აკვირდებიან იმას, როგორ ცელდება იდეები
და აი მაგალითად როგორც ვირუსი რო ვრცელდება, როცა ძალიან მაღალი თავდაპირველი ის აქვს, რაღაცა გავრცელება, მე პლატო, მე შეიძლება კლებაც იყოს და ასე შემდეგ. ხო, ან თქვათ ინოვაცია როდის ხდება ინოვაცია, ხო, ან იდეა როდის შეიძლება თქვათ რომ არის ინოვაცია და არა უბრალოდ გამოგონება, ხო. მაგალითად როგორ ხდება დანერგვა ახალი იდეის გარდაქმნა ინოვაცია და ასე შემდეგ. ისე რომ ეგ არის კი გადაკვეთები და აინტერესებთ ხოლმე მაგალითად განათლების სფეროში ერთ-ერთი მიმართულება ეგეც არის როგორ მოძრაობენ იდეები სამყაროში და როგორ ხდება მათი ტრანსფორმირება ანუ მათი შინაარსის შესვლა. მაგალითად ჩემი დისერტაცია ამის შესახებ იყო რომ ქართველებმა, ლატვიელებმა, სომხებმა, ყირგიზებმა, სხვებმა აიღეს ერთი და იგივე ინსტრუმენტი, რაც არის per capita და ფინანსება სკოლების და ერთ იგივე სახელით სინამდვილეს სრულიად სხვადასხვა რაღაცები აკეთეს, ოღონდ სხვადასხვა მიზნების მისაღწევად. და ერთი შეხედვით თითქოს ერთ და იგივე ინსტრუმენტს ნერგავდნენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ სრულიად სხვადასხვა იყო. ანუ ამიტომ ეგ კიდე ცალკე ამბავია, ხო, რომ მაგალითად ეხლა რო უყურებთ ქართულ ოცნებას, ხო, ანუ ისინი ნერგავენ სხვაგან გამოგონილ გარკვეულ ემებს, პოლიტიკურ იდეებს, ხო, რასაც თქვათ ხედავთ სხვა ავტორიტარულ ან ავტორიტარულობისკენ მიდრეკილ სისტემებში, მათ შორის სამხრეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში და მაგრამ შეიძლება მსგავს რაღაცას აკეთებდეს, მაგრამ სხვა მიზნით და სხვანაირად. აი მაგალითად აგენტების კანონი შეიძლება ერთ ქვეყანაში სულ სხვა მიზნით დანერგონ და მეორეში სრულიად სხვა, ხო? აი მაგალითად შეიძლება ერთ ქვეყანაში უფრო დიდი მნიშვნელობა აგენტების კანონის შეტანის დროს ჰქონდეს დასავლეთის დისკრედიტაციას და მეორეგან შეიძლება მართლა უბრალოდ გაანადგურონ ყველა ის ინსტიტუცია, რომელსაც მიესადაგება ეს კანონი და მართლა შეუვარდნენ და ახმოვან და აჯარიმონ და ასე შემდეგ. რა ჩვენთან მაგალითად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი სავარაუდოდ ამ კანონის შემოღების იყო იზოლაცია ქვეყნის. ანუ იციან რა შედეგები მოყვება თქვათ ევროპიდან ეს კანონი შემოაქვთ იმისთვის, რომ მე თქვათ შეწყდეს ევროპასთან ინტეგრაცია. ანუ ეს შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არის ერთ-ერთი მიზანი და ყველაზე კარგად სწორედ ამას აღწევენ. თორემ გარდა იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია შეიზღუდონ. ისე რომ ხო ეს ინოვაციები არა მხოლოდ ტექნიკური ინოვაციები, არამედ პოლისი ინოვაციებია, ხო, რომელიც აი მაგალითად ინოვაციური არის ეს ინსტრუმენტი, მაგალითად აგენტების დევნა თანამედროვეობაში, რომელიც თითქოს უკვე მივიწყებული იყო. ხო, ასე ბუდიანების ინოვაციურ ბიზნეს მოდელებში მან ტექნოლოგიები ყველაზე მეორე ხარისხოვანია, ხომ თუ მესამე ხარისხოვანი არა, 4 ელემენტი ბიზნეს მოდელის ბოლოშია და რასაც შენ ამბობდი, ხო, თქვა პარადიგმალური ტრანსფორმაცია არის ის, რასაც კესტენსენი ეძახის დისტრაქციულ ინოვაციას, რომელიც სწორედ იმით განსხვავდება, რომ უბრალოდ არა ინსტრუმენტის ტრანსფორმაციას ახდენს, არამედ მიმართებების ტრანსფორმაციას ახდენს, შესაძაც მომხმარებლის ვთქვათ ახალი მიმართებები ჩდება სისტემის ელემენტებს შორის. და აი სოციალური ქსელია, ხო, ამის კარგი მაგალითი, მაგალითად აი დღეს ვაპარაკობთ მე და ჩემი ცოლი, რომ სხვა ქვეყანაში რო იცხოვრო, ხო, დიდი ალბათობით შენ არ გეცოდინება და 1000-ობით ადამიანის მოსაზრება, რომელიც დღეს იცი. რატო იცი არავინ არ იცის. უბრალოდ იმიტომ რომ საქართველოში ეს სოციალური ქსელს სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, ვიდრე აქვს მაგალითად გერმანიაში. ანუ გერმანიაში ამდენი მეგობარი, რამდენიც ყავს საქართველოში, Facebook-ში, მეგონი არავის არ ყავს. და მე ხო ანუ თვითონ ცხოვრებას ეს ინოვაცია ხო რაც არის ეს სოციალური ქსელი სრულიად სხვა მნიშვნელობას ანიჭებს. შენ გონია უცებ გიჩდება წარმოდგენა, რომ შენ ხარ სრულიად სხვა ძალაუფლების მატარებელი ადამიანი და ის რაც შენ გარშემო რის შესაძლებელს ლაპარაკობენ, რომ ეს არის რეალობა. და ამ რეალობაში ხარ ჩართული იმდენად, რომ გონია, რომ ყველასთვის იგივეა ეს რეალობა.
ხო, ანუ მიმართებას ცვლის შენს და სამყაროს მიმართ, ხო, მათ შორის თანამოქალაქეების მიმართ. და მგონია რომ ის რაღაც 200 კაცი რომელიც მუდმივად რაღაცაზე წუწუნებს ყოველდღე არის სინამდვილეში ერი რომელიც ასევე წუწუნებს ყოველდღიურობაში. ეს ხო არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი. თქვა იგივე ფუკოსთან ამბობდი რომ ეს დისკურსი ქმნის ველის თეორიაში გადავიდეთ ველს, ხო, რომელიც მე განაპირობებს როგორ და რა პერსპექტივიდან უყურებთ და მე შესაბამისად იმ დინამიკას და ვექტორს საითაც განვითარდება თუ ეს ნარატივი დომინანტი გახდება, ეს დისკურსი დომინანტი გახდება, მაშინ საით იყურება ყოველთვის საზოგადოება და ხა იგივე ამ დისკურსების სრულიებაც ხო გარკვეულად შესაძლებელია რომ artificial იყოს რა, რომ არ არის აუცილებელი ევოლუცია რომ დავველოდოთ, თორემ ამეტყველდება ისევ რაღაცა ბიოლოგიური ევოლუციის გზით მოვლენ იდეები. იგი დისკურსის სრულიებას ხალხს უძღვებს მედია, ცხადია მედია არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რომელთაც ვრცელდება გარკვეული დისკურსები, ხო? აი მაგალითად, თავი რომ დავანებოთ ხელისუფლების და თქვა სხვა პოლიტიკური ძალების პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილ გარკვეულ დისკურსებს, ხო? მაგალითად, არასამთავრობო სექტორიდან წამოვიდა საქართველოში ადამიანის უფლებების დისკურსი, ხო? აი მაგალითად, რა ვიცი, ჩემი მეზობელი ბავშვი დედაჩემის მანქანის სახურავზე რო აღმოჩნდა, დედაჩემმა რო უთხრა, რომ ჩამოდი მაქედან, უთხრა, რომ მე მაქვს უფლებები. რაღაც ხო, ანუ რაღაც გარკვეული დისკურსიდან მოქმედებს უკვე ბავშვი პატარაობაში, ხო, ანუ მისთვის ეს არის ბუნებრივი გარემო, სააზროვნო გარემო, როცა უბრალოდ ბავშვი კი არ არის, რომელსაც ცელქია და რაღაც ეს სხვა დისკურსი იქნება და ბავშვი ცელქია მანქანის თავზე ადეს, ხო? რაღაც მაპატიეთ და იქ რაღაც უფროსი და უმცროსი არსებობს. არამედ არსებობს უფლებების მქონე მოქალაქე, ახალგაზრდა რაღაც, ხო? ეს უკვე სხვა დისკურსია. და რაც მე მიწევს ამ დისკურსებს შორის ბრძოლას, ხო? მე ამის საპირისპირო დისკურსი რჩება, რომ რა უფლებები კაცო პასუხისგებლობები სად არის თუ ხო და მე რაღაცნაირად გავრცელება ხდება, განვრცობა ხდება ამ დისკურსის, რომ მოქალაქეობა ნიშნავს არა მხოლოდ უფლებებს, არამედ პასუხისგებლობებსაც. და ნუ ნანა ეს იცვლება და მე მნიშვნელოვანი ცვლილება რომ მოხდეს, ხო? ამისთვის, აი მაგალითად ქართული ოცნება ამას, რომ ეს ადამიანის უფლებები და რაღაც პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ მთელი მათი მუშაობა არის მიმართული იმაზე, რომ დაგაჯეროს, რომ ეს ყველაფერი არ არის ბუნებრივი შენთვის. ანუ შენ ხარ ტრადიციების ადამიანი, სადაც უფლებები კი არ არის პატივისცემა. ანუ შენ პატივისცემა უფროს, იმიტომ რომ ის უფროსია, იმიტომ რომ ესე იყო რაღაცა, ხო, ყოველთვის. და აქედან გამომდინარე, ან ძალაუფლების კონეს მორჩილები რა, იმიტომ რომ იმას ძალაუფლება დაგშის, თუ ცოტა მოიქცევი. და გეუბნება რომ აი რა გინდა შენ ჩვენ გვაქვს ძალაუფლება და რატო წვალობ რა უფლებები ან შენ რა უფლებები გაქვს საერთოდ როდესაც არაფერი არ გაიკეთებია ქვეყნისთვის აი ბიზინა ივანიშვილმა ამდენი შრომა ამდენი ფული დახარჯა და შენ ახლა ასე ებრძვი ანუ იმიტომ კი არებს რა უფლებები გაქვს არამედ იმიტომ რომ პატივცემულოდ ექცევი მის ყვაწეს აი კითხვა არის მაშინ ჩეთში ეროვნულ განწყობაზე და პარტიების იდეოლოგიასთან კავშირში მაქვს კითხვა, რამდენად რეალურია დომინაციის სურვილის პირობებში პარტიებს შორის საერთო ეკოლოგიურ სტრატეგიაზე შევთანხმდით და როგორ. მე მგონია, რომ საერთო სტრატეგია რთული მისაღწევია, ანუ შესაძლებელია შეთანხმებების მიღწევა, ეს კოალიციების თეორია და ადვოკატირების თოთკი კოალიციების ჩარჩო მაგას ამბობს, რომ ყოველთვის არის შესაძლებელი ძალიან განსხვავებულ პარტიებს შორისაც გარკვეულ სტრატეგიაზე შეთანხმება მოხდეს. ისეთ სტრატეგიაზე, სადაც შეიძლება სრულიად განსხვავებულ რაღაცებს აკეთებდეს თითოეული მოთამაშე, მაგრამ საერთო მიზნისკენ მიდიოდეს. და ამისი გააზრებაც მე მგონი მნიშვნელოვანია. შეიძლება ეხლა რაც არის განსხვავება და რაც არის პრობლემა ეხანდელ აი ბოლო კვირის მაშინ დაპირისპირებებში არის რომ ყველა ცდილობს თავის ჭეშმარიტება თავს მოახიოს სხვას და სინამდვილეში თუ შეთანხმება იქნება რომ არსებობს ბევრი სხვა ჭეშმარიტება და არსებობს სხვა სტრატეგია რომელშიც სხვადასხვა ჯარის ნაწილს სხვა როლი აქვს, ვიღაცა შეიძლება არტილერისტია და ვიღაცა მზვერავია და ვიღაცა თქვათ იდეოლოგიურ იმას დამუშავებაზე მუშაობს, შეიძლება
სწორედ ეს შეკავშირება იყოს მნიშვნელოვანი საერთო მიზნისკენ, ან საერთო ფრონტისკენ მიმართვა, ამ თავთავიანთი იარაღის. მაგრამ შეიძლება იარაღები განსხვავებული იყოს, ტაქტიკა სხვა იყოს, ხო, რომ ანუ ვიღაცა პარტიზანული ბრძოლისთვის იყოს მოწოდებული და ვიღაცა თქვათ უფრო საერთაშორისო და რაციონალური ან სხვა პერსპექტივებისთვის. ამ კონტექსტში რაღაც კითხვა ხარგინა. კიდევ უფრო დავაზუსტო, მაგალითად არის ხალხი, ვინც პრობლემის იდენტიფიცირებას აკეთებს და არის ხალხი აი ეს საქმოსნები, თქვენ რო ინგლისური სიტყვა არ გვაქვს შესატყვისიო, რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრაში ვთქვათ აქტიურია და ამის კეთება უნდა. აი ამ ადამიანებს შეკავშირება ხო შეიძლება ესე შევხედოთ რაღაც ერგონომიკას, რაღაც კი, ეს თეორიები სწორედ მაგას აჩვენებს, რომ როცა ეს შეკავშირება ხდება, მაშინ ხდება ცვლილება. ან როდესაც შესაძლებელი ხდება, რომ დააკავშირო. ან საქმოსნები არის, აი, მაგალითად, აქ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყველასთან მიესწრება და ყველასთან შეუძლია ურთიერთობა, მათ შორის ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფებთან. ხო, მაგალითად, ქართულ ოცნებასთანაც შეუძლიათ ლაპარაკი და ოპოზიციასთანაც და სასამართლოსთანაც და პოლიციასთანაც და ასე შემდეგ. ხო და ამ ხალხის გამოყენება საჭიროა იმისთვის, რომ შეკავშირება მოხდეს გადაწყვეტების პრობლემებთან და ჯგუფებთან, ვისაც შეუძლია რომ ძალაუფლების მოპოვებაზე იმუშაოს. და ეგ არის ერთ-ერთი სტრატეგია. ჩვენ მაგალითად ეგ გვაკლია ძალიან. ეხლანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში პრაქტიკულად მოწინააღმდეგესთან ლაპარაკი არ ხდება. ანუ თუ ხდება, ისიც საჯაროდ ხდება რა. ესე რომ ვიღაცა მივიდეს შეხვდეს მოწინააღმდეგეს კითხოს, როგორ ხედავს მომავალს რა გააკეთოს, ეს თირაცები იშვიათია. მათ შორის შეიძლება მოწინააღმდეგეც არ იყოს, ანუ შეიძლება არა როგორც მოწინააღმდეგე, არამედ შუამავალი ჯგური იყოს, რომელიც ამაზე მუშაობს. ჩვენ გვეხერხება ცვლილების რაციონალური მოდელის ორგანიზებული ანარქიის მოდელად გადაქცევაში ვართ. ძალიან ყოჩახება და სულ მახსენდება ის პროექტები, როდესაც ყველა პროექტს, რომელიც აი მე და სიკოს მოგვიწია, რა ქვია, გასულ საუკუნის 90-იან წლებში, სწორედ მაშინ იყო ეს რაციონალური მოდელი ახდა თან ყველა იმ პროექტს, რომელსაც აი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ახორციელებდნენ საქართველოში და სწორედ მაშინ აი მივხვდით თუ რა რთულია პრინციპში ეს ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინც აი თქვა მაშინაც ძალიან ჭირდა ეს ყველაფერი, რომ საღად გაიგო რა არის პროექტის არსი და იდეა არის მთავარი მაინც მე მგონი ვიდრე სხვა დანარჩენი ამ იდეამ თუ იდეის გარშემო თუ შეიკრიბა საზოგადოება, მაშინ უფრო ადვილია ამ ყველაფრის გატანა, რასაც დღესაც ვცდილობთ, მაგრამ რეალურად ესეთია, რაც არ უნდა ჩვენ სუის მახსენდება, მაგათმა ჩვენ პირველი ფრაზა, რაც მე გავიგე, აი იმ ადამიანებისგან, რომელთაც ახორციელებდნენ საქართველოს უმნიშვნელოვანეს პროექტებს, იყო ის, მაგათმა ჩვენ რა უნდა გვასწავლოთ. ხო და ეს დღესაც მუშაობს სხვათა შორის უფრო კარგად, ვიდრე ჩვენი ცდილობები 1000-ნაირი, რომ ერთად დავდგეთ. თუმცა წარმატების მაგალითებიც არის. ხო, აი ზუსტად ეს თეორია რო ავიღოთ. აი მაგალითად პრობლემა რომ კოორდინაცია იყო რთული, აი მაგალითად იმისი სახელმწიფო სამსახურების, რომლებიც ქვია emergency-ის დროს გჭირდება, ხო? ცალკე იყო გაზი, ცალკე იყო ისა ქვია სახანძრო, 02, 03, 01, 04 რაღაცები იყო, ხო? და ეხლა ეს ყველაფერი გაერთიანდა 112-ში. მაგრამ გაერთიანდა რატო? იმიტომ რომ ვიღაცება პრობლემებს დაინახეს და ამასობაში არსებობდა საერთაშორისო გამოცდილებაც, რომელიც ჩამოიტანეს და პოლიტიკური ცვლილება მოხდა. მაშინ გაჩნდა ხალხი, რომელსაც თქვა, რომ მე მზად ვარ, რომ ესეთი რაღაც გავაკეთე. ანუ ეგ მაგალითად მოხდა მაშინ, როდესაც ბიუროკრატიის შემცირება მოხდა მნიშვნელოვნად და ამ დროს გახდა შესაძლებელი, რომ სრულად ახალი სტრუქტურა შეექმნათ, მათ შორის ახალი ტექნოლოგიებით. ხო, ტექნოლოგია მე მოყვა, მაგრამ აი ეგ არის ერთ-ერთი ისეთი თვალსაჩინო მაგალითი, აქ სწორედ როგორ მოხდა. ეგ რო დაეგიგმათ, აი რაღაც შევარდნალის დროს დაეგიგმათ, რომ ჯერ ბიუროკრატიას გაუშვებთ,
მე სიზატრაკია შევემუშავებთ, ჯერ შევემუშავებთ, შევისწავლით რამდენი ადამიანი რეკავს იქ, მე რამდენი აქვს რაღაცა კოორდინაციის პრობლემას, მე რაღაცა ინსტრუმენტ შემოვიტანთ, მე შევცვლით ბიუროკრატიას, მე შევცვლით მას მოვახდენთ ვარდების რევოლუციას და მე იქნება ცვლილება, უბრალოდ ესე ვერ დაგეიკმავდნენ. მაგრამ გზების მშენებლობა რაც ასე ჩვენ ვყურებდით, ეგ არ იყო. მან სულაც არ იყო საჭირო ქაოსის არსება, ეგ ძალიან რაციონალური სფერო. ხო, რა ვიცი, აი მეორე წარმატება ჯავახეთის გზაა წარმატებული, მიუხედავად იმ ნაკლოვანებებისა, რაც იქ არსებობდა და ყველაფერი რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ეს კუთხე აბსოლუტურად გარიყულია რა, რაღაცნაირად დაუკავშირდა და ნუ ეხლა მაგას ნუ დაუკარგავთ რა. ეს წალკის ფრენარავს. ხო, აბა 2 საათში ახალქალაქში ჩაატეხარდა ეს. და რკინიგზა ვერ აამუშავეს, აი პარალელური ის არის, აი რკინიგზა ვერაფრით ვერ გააკეთეს, გზა გაკეთდა რა. ინვესტიცია ხო რკინიგზაში ბევრად მეტია თითქოს ჩადებული და რამდენს არა და უფრო ისეთია თითქოს ბოლომდე გადის ევროპისკენ და აი გზამ გაამართლა, იმან ვერ გაამართლა. ამწუხაროდ და ეხლა იმაზეა ლაპარაკი საერთოდ არ აგვახიონ ეგ ამხელა ნაწოლები პროექტი, ხო? სხვა თომარას რამე თორა და მე მაქვს ის ისე თუ არ არის კითხვები ბოლოსკენ წავალ და ბოლო კითხოს ხომ არ გაქვთ იმის კითხვა აი ერთი კომენტარია უფრო ხო ინასი მასშტაბური პროექტიდან შედეგით უკვე ავტორია აუთხარ მე არ არის ნათელი შეიძლება დაფიქრება ნაგვისურნის პრინციპით მოქმედება ბოლომდე გატანა 2030 დისკენ შეიძლება გეცემათ, მე მგონია რომ არ დაიკარგა. ძალიან დიდი პროექტები განხორციელდა და თუ დიულერბლები ესეთი ლისტი არ არის რაციონალურად, სადღაც ხო არ გაქრა ეს კაპიტალი, ხო ადამიანები არსებობენ, საქმე შეიძლება ბოლომდე ვერ მარააკეთეს და ის შეკვრა შეიძლება რა ერთად რო გამოგვივიდეს, რა ვიცი. ბევრი პროექტია საქართველოში განხორციელებული, ბევრი პილოტირების რეჟიმში, რომელსაც დააგროვა გარკვეული ცოდნა. სხვა საკითხია ამდენ მოძიებადია ეგ და ნუ ძირითადად ეყნობა ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ამ სხვა პროექტებში მუშაობენ. აი ეს პოლიტიკის საქმოსნები, როგორც ვწოდეთ, ხო, ისინი მაგისთვისაც არიან ხოლმე მნიშვნელოვანი. ეს არის ხალხი, ვისაც შეიძლება ქონდეს ინფორმაცია, იმისი, ვინ მუშაობდა, რაზე, ვის შეუძლია რომ მიმართო რომელიც დააკავშირებს სხვა ჯგუფებს, სხვა პროექტებთან. ხო, აი მაგალითად, თუ გვინდა რომ შევქმნათ ტელევიზია, მაგალითად ალტერნატიული ტელევიზია დღეს იმისთვის რომ პროპაგანდას დაუპირისპირდე, აი მაშინ ხო დააკავშირო კაპიტალის, ანუ ეკონომიკური კაპიტალის კონე ხალხი, სიმბოლური კაპიტალის კონე ხალხს, ტექნიკურ პერსონალს, ვიღაცებს ვისაც მსგავს გამოცდილება აქვს და ნუ ტენდერს ხო გამოაცხადებ ეს უბრალოდ დაიწყებ რა, ანუ რეალურად ჭირდება. აი ეს და ანუ ვიღაცა ვინც აი ჩადგება შუაში და ვიღაცებს დააჯერებს. ამას არ აკეთებს, რაღაც მატრიცას არ ქვით რეალურად ესე მეგონა ყოველ შემთხვევაში რომ პოლიტიკის იდეოლოგები შევიკრიბებოდით, რა ვიცი. ეს იდეოლოგია არ შეიძლება არც იყოს. შეიძლება ამან უბრალოდ იდეოლოგი და ტექნიკური პერსონალი და ვიღაცები დააკავშიროს ერთმანეთთან. ხო, სხვა მოთამაშეა. დიდი მასშტაბით. კი და თვითონ ეგ არის აქტორი ასამბლეა ეს არ არის. ფორუმის იდეა არის სწორედ ეს, რომ რამდენად გაწყვეტა, ოღონდ ერთ-ერთი მცდელობა აი სხვადასხვა მიმართულებით არსებული ექსპერტიზა ცოდნის თავმოყრა და მინიმუმ კატალოგირება. სიკო ერთი ის მაქვს ასე ვთქვათ კითხვა ხა ესტანეთის მაგალითი იყო რომ საბჭოთა დაშლის ბოლო წლებში აქტიურად წერდნენ სტრატეგიებს. მე როყებუნე რომ არც ერთი არ გამოგვადგაო, მაგრამ ის უნარი ერთად დამჯდარიყავით და რაღაცა სულები უკვე წინასწარ გაგვეთვალა. მე იყო ძალიან ესეთ მნიშვნელოვანი, ანუ როგორც მოჭადრაკე სავარაუდოდ შეიძლება ის რაც სახში ამუშავებს რეალური თამაშის დროს არ გამოადგეს, მაგრამ უშუალოდ ისულები, მაგრამ ის ჩანაფიქრი ადგება ხოლმე. მე მგონი ჩვენი გამოცდილება საქართველოს და 2003-3 არის მეტყველებს იმაზე, რომ ის მიმართულებები წავიდა საკმაოდ კარგად რეფორმების უკვე ვარდების რევოლუციის შემდეგ
რომელიც დამუშავებული იყო წინასწარ. ალბათ დიდი ალბათობით ბევრი რაღაცა იქიდან რეალობამ შეცვალა, მაგრამ ის რომ უკვე რაღაცები წინასწარ გააზრებული იყო, ამან გვაჩვენა, ხო? შენ როგორ ხედავ, ღირს ამაზე ენერგიის ხარჯვა დღეს, თუ ჯობია რაღაც სხვა მიმართულებით, ჩვენი ენერგია, ჩვენი რესურსები ლიმიტირებულია და ნუ რაღაცასკენ უნდა მივმართოთ. აი ამ თეორიების იმპლემენტაცია ეს თეორიები ამბობს, რომ ბოლორენში ანუ გასაგებია, რომ ფუჭი მოქმედებას შეიძლება აზრი არ ქონდეს, მაგრამ ეს თეორიები იმას აჩვენებს, რომ შენ არასდროს არ იცი რაღაც მოქმედება ფუჭია თუ არ არის, იმიტომ რომ რაღაც შესაძლებლობის ფანჯარას როცა ჩდება, მაშინ ხდება იმისი გარკვევა, რამდენად გამოყენებადი არის ის, რაც შენ აკეთებდი, ან არ არის გამოყენებადი. ამიტომ მე მგონია ნებისმიერ შემთხვევაში მოქმედება და განსაკუთრებით მსჯელობა, შეხვედრა, ეს კავშირების დამყარება ყოველთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქმეზე რომ მიდგება, მე აი მაგალითად ის ვარდების რევოლუციის დროს რაც მოხდა, იყო არამხოლოდ ის, რომ იდეები იყო დამუშავებული, არამედ ჯგუფები არსებობდა, რომლებსაც შეეძლოთ ერთმანეთთან ერთ-იგივე ენაზე ლაპარაკი და რომლებიც დიდი ნაწილი აი მაგალითად განათლებაში ერთ-ერთი რაც მოხდა იყო ის, რომ არასამთავრობო სექტორი წავიდა განათლებაში. და ჩაანაცვლა ბიუროკრატია და ეს მე თავისი ლოგიკა შეიტანა იქ არასამთავრობო სფეროს ლოგიკა და იქ ცალკე ამბავია რამდენად ის ლოგიკა უნდა ყოფილიყო ბიუროკრატიული ლოგიკა, რომელიც მანამდე იყო, მაგრამ რეალურად შენ იცოდი, სად იყო ხალხის წყარო. თუ ეძებდი რაღაც მიმართულების ექსპერტს თუ არა, რაღაც გამოცდილების მქონე ადამიანს. ხო, მაგალითად, თუ სამეორე საბჭოებს გინდოდა, რომ რაღაც გაეკეთებინა, იცოდი, რომ არასამთავრობო სექტორში არსებობდა ხალხი, რომელიც რაღაც საპილოტო რეჟიმში სამეორე საბჭოს აკეთებდა სკოლებში. და პირველი მაგ ხალხთან შეგეძლო რომ გეკითხა რა აზრი რა როგორ უნდა გაკეთოს, რა უნდა გაკეთდეს და კიდევ შეგეძლო მოგეყვანა ჩემ ფასებებთან. ან გააცოკლების მიიღებათ და მაგისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო ეს არაფხოლოდ იმისთვის რეალურად დაიდება თუ არა ეგ რაღაცა ისეთი გააცოკლება, რომელიც გავს გახეთქავს მომავალში, მაღალ პირობებში, მაგრამ იმისთვისაც რომ კავშირი არსებობდეს ხალხს შორის. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ბოლოს რომ შეგვიჯამოს, თქვა შენი რეკომენდაცია როგორც აი იმ გამოცდილებით რომელიც გაქვს თეორიისა და პრაქტიკისა, თქვა პრაქსისის საფუძველზე, ასე თქვა როგორც შენ ამბობ. როგორ ჯობია, როგორ იმოქმედოთ? ხო, რა ვიცი, იმაზე რაც ვამბობდი კონფერენციაზე, იგივეს გავიმეორებ, მოქმედება და რეფლექსიის კომბინაცია, ანუ მოქმედების და რეფლექსიის კომბინაცია არის მნიშვნელოვანი, ხო, რომ არამხოლოდ იმოქმედო, იმიტომ რომ მხოლოდ მოქმედება გულისხმობს აზროვნების გარშე რაღაცებს კეთებას და არამხოლოდ იაზროვნო, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ხოლო თუ აზროვნებ და არ მოქმედებ, მართლა დაიწყო ნებსის წვერზე აგალოზების დათვლა და ამიტომ ამ ორის კომბინაცია მუდმივად გასაკეთებელი, ანუ რაღაც იდეები განავითარო, მე შეეცადო მათი იმპლემენტირება და მე დაფიქსდე მუშაობს თუ არ მუშაობს და მე ისე თავიდან შეეცადო მუდმივი გაუმჯობესება. ეს არის პრინციპში ეს არ არის ეს თეორიები ამბობს, მაგრამ ეს თეორიები რასაც ამბობს არის ის, რომ არსებობს ძალაუფლების ანუ შენ ყოველთვის უნდა დაფიქრდე იმაზე ამ პერსპექტივებიდან, ამ ჩარჩოებიდან, მაგალითად, გაქვს თუ არა კაპიტალი საკმარისი იმისთვის, რომ რაღაც შეცვალო, რომელ კაპიტალის გაგებაზე, მოპოვებაზე ზრუნავ. არის შენი სიმბოლური კაპიტალი, ვისთვის არის ეს კაპიტალი და ვისთვის არ არის სოციალური ან შენი ჰაბიტუსი რა არის, ხო? ეს თეორიები გეხმარება უბრალოდ საკუთარ თავს შეხედო და საკუთარ მოქმედებას შეხედო. ხო, ეხლა მაგალითად რა ვიცი, ხანდახან რო უყურებ თქო ჩვენთან პოლიტიკასებს, ვფიქრობ ხოლმე ხდებიან კი, რომ ისინი პოლიტიკასები არიან, ან ხედავენ საკუთარ თავს როგორც მაგალითად მორალურ ადამიანებს, ან როგორც მისაბაძ ადამიანებს, ან მწოდნეებს, ხო, ან როგორ
იქცევიან ან როგორ მეტყოლებენ რაღაცა, ეს მაგალითად გააზრებული აქვს თუ არა, რომ უნდა ასხივებდნენ რაღაც, ხო, რაღაც პატიოსნებას, რაღაცა კომპეტენტურობას და ასე შემდეგ და როგორ უნდა ან თუ თეორიული ჩარჩო გააქვთ და ამაზე გაცნობიერებულად მუშაობ, მე რეფლექსიას საკეთებ მუდმივად, აღწევ თუ ვერ აღწევ იმ მიზნებს, აუმჯობესებ თუ არა შენ იმას სოციალურ ქსელების იმაში მარკეტინგში როგორც იტყვიან reach-ს აფართოებ თუ არა, ხო, ანუ შენ მოცვას მე შეგიძლია თუ არა იპოვო ის ხალხი, რომელიც სხვა პერსპექტივიდან მუშაობს იგივე თემებზე, ხო, რაღაც ხო, რა ვიცი, მე მგონი მუდმივი ეს არის მუდმივი მზადება და ანუ ერთი მხრივ მუდმივი მზადება ცვლილებისთვის და მეორე მხრივ არის ცვლილების მუდმივი მომზადება. ამორის ურთიერთმიმართება არის. შენ მუდმივად ამზადებ რაღაცას, ან აღწერას, ან შენ ძალაუფლებას ავითარებ და ასე შემდეგ. იმისთვის რომ ცვლილებისთვის იყო მომზადებული და მეორე მხრივ სულ მუშაობ იმაზე, რომ ეს ცვლილება მოხდეს. და ანუ ეს ამორის შენ სადოქტორო ღია თუ დაახლოებული, ალბათ ღია, ხო? ვინმეს დაინტერესებს, შემიძლია გავგზავნო. არის პროკვესტი არის. უნდა ღიათ არის იმათვის, ვისთვისაც პროკვესტი არის ღია. ნაწილი მაინც პოლიტიკური თეორიები სადაც არის, საინტერესო იქნებოდა რომ ჩაგვეს მიგვება იმაზე რა ქვია. კომენტარში მას ავტვირთავ. ამ დისკუსიის. დისკუსია ხო ამ Facebook-ზე მულად ჩავთოთ მაშინ და დავამატოთ. ბოლოჯერ მოგმართავთ, ვინმეს ხომ არ გინეთ რაიმე კითხვა, ან დიდი მადლობა უნდა გადავუხად სიკოს და დაგემშვიდობო თქვენს, ყველას დიდი მადლობა. სიკო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. და იმედია ეს თეორიები რეფლექსირდება და პრაქტიკაში გადავა და შესაბამის შედეგით დასრულდება. მადლობა მოწვევისთვის, კარგად.